მოგესალმებით დიანა, მივესალმებით მაყურებელს. კიდევ ერთი დასტურია უბრალოდ სულს ღაფავს ქართული ოცნება და თამაშობს სახელმწიფოთი, თამაშობს ქვეყნით და მას დარჩენია ის, რომ უბრალოდ სასამართლოს სიმბოლო, რაც არის ჩაკუჩი, სასტორი, ასე შემდეგ, ამყობს თამაშობს, არ ახუნებს იქეთ-აქეთ ბიძინა ივანიშვილი ამ ჩაკუჩს, გამოაქვს გადაწყვეტილებები სიშლეგე გადაწყვეტილებები გამოაქვს, რაშიც ნანუკა ჯორჯოლიანი საპატიმროში გაუშვეს, სხვები და სხვები საპატიმროში გაუშვეს, ახალი რეპრესიული გადაწყვეტილებები გამოიტანეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალიზაციაა მათი მდგომარეობის, არაფერზე საუბარი არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ იმ სიღარიბეზე, უბედურებაზე, კორუფციაზე, ჩავარდნილ პროექტებზე საუბარი, შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ თამაში საქართველოს კი ბატონო, თან ერთი ხელით, ირაკლი, ერთი ხელით ისინი საუბრობენ, რომ რაღაც პოლარიზაციის შემცირებას გეგმავენ და ამისთვის Facebook ჟანდარმერია თუ სხვა ქსელების მონიტორინგის სამმართველოს ქმნიან პოლიციაში და მეორე ხელით არანაირად სიტუაციის დამშვიდებაში ბისკენ ერთ ნაბიჯსაც არ დგამენ. აი ეს როგორ შეიძლება აიხსნას ეს რაღაც ორმაგი სტანდარტი მიდგომის, აი თითქოს აწუხებთ შექმნილი პოლარიზებული გარემო. არა, ქართულ ოცნებას ყობახიძეს და მის დამქაშებს არაფერი არ აწუხებთ, არ აწუხებთ. არც ამ ქვეყნის ბედი, არ აწუხებთ არც პოლარიზაციის დაძლევა, არც სიძულვის დაძლევა. ეს არის ხალხო, ის ადამიანები და იმ ადამიანთა გუნდისა რა გრო, რომელიც თვეების განმავლობაში ნახევარ საქართველოს ურეკავდნენ და დედას აგინებდნენ, მოხუც მშობლებს, მოხუც ბებია ბაბუებს და პატარა ბავშვებს არასრულწლოვნებს ურეკავდნენ სახლში და დედას აგინებდნენ. ეს არის ის ხალხი, რომელმაც სიძულვილის პლაკატებით გადაავსო მთელი საქართველო. ყველა პლაკატი და ყველა საბანერო სივრცე ათვისებული ჰქონდათ, სადაც გამოფენილი ჰქონდათ ყავდათ პოლიტიკოსები, ქალები, კაცები, ყველა ასაკის კესის მიუხედავად და მოღალატეს და აგენტებს ეძახდნენ. ჟურნალისტებს, რომლებიც მათ შორის ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში იყვნენ. დიამაღლობელი იქნება თუ ნედგზეთი თუ ბათუმელები თუ პუბლიკა თუ ასე შემდეგ. გამოაცხადეს აგენტებად ხალხი, რომელიც ემსახურებოდა წლების განმავლობაში ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, იყვნენ სააკაშვილის ოპოზიციაში, არიან ივანიშვილის ოპოზიციაში და ხვალ რომ მე ვიყო ხელისუფლებაში, ჩემს ოპოზიციაში დარჩებიან. კარგი ხალხია, იმიტომ რომ ისინი აცოცხლებდნენ მედია სივრცეს, ისინი აცოცხლებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოება გააქრეს. მე ხლა რეგიონებში დავდივარ და ის პატარ-პატარა კერები, სადაც რა სიკეთე იყო, პოეზიის საღამოები, ციგნის კლუბები, 1000 სივრცე დემოკრატიის ჩართულობის ცენტრები, გამქრალია ყველაფერი. ამ საზოგადოებას, რომელიც არ არის ხელისუფლებასთან, არც ერთ ხელისუფლებასთან არასდროს არ ყოფილა, შეკრების ადგილიც აღარ დაუტოვეს დიანა. ყველაფერი მოწეს, ყველაფერი გაანადგურეს, ახალგაზრდებს. რეგიონებში თქვენი აქტიური ჩასვლა რაღაცნაირად თითქოს იქნება განცდა, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური სეზონისთვის ემზადებით. რა შეიძლება ეს იყოს, რა შეიძლება ეს მივაწეროთ? არ ვემზადებით ასე კონკრეტულად არაფრისთვის, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ხალხთან ახლოს. დავდივართ სოფელ-სოფელ, იქ სადაც არავინ არ მისულა, ბოლო 3 დღეში ვიყავი 4 მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროში, გარდაბანში, შემდეგ რუსთავში, გავაშუქეთ სოფელ კუმისის პრობლემები, რუსთავის რკინიგზა, რომელიც ჩაქცეული, გაუბედურებულია, დიანა, მილიარდი ლარი გვაქვს შემოსავალი, რკინიგზის დირექტორი და ყობახიძე ყოყლოჩინობენ და მათ ეს სიტყვა ბლატაობენ, რომ მილიარდი ლარი აქვს შემოსავალი საქართველოს რკინიგზა და რუსთავის ერთ-ერთი უზარმაზარი ქალაქია. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია დედაქალაქთან ახლოს, რუსთავის რკინიგზა უნდა ნახოთ რა მდგომარეობაშია, ჩამოქცეული, გაუბედურებული, ნაგვის და შპრიცების გროვა, რომელსაც ქალაქი სარგებლობს, ძველ რუსთავშია. რუსთავი არ იმსახურებს ამას. კუმის პატარა სოფელია, ერთი სოფელი ტბის გარშემო, სადაც არც წყალი აქვს, არც გაზი აქვს, არც გზა აქვს, არაფერი არ გააჩნია, ამბულატორია არ გააჩნიათ. ესე იგი ისტორიები მომიყვნენ, გაოგნებული ვიყავი, ადამიანები მოკვდნენ იმის გამო, დაიღუპნენ იმის გამო, რომ სასტრაფო ვერ მივიდა. წინა წელს სახანძრო ვერ მივიდა და 3 ადამიანი დაიწვა საკუთარ სახლში, გამოსვლა ვერ მოახერხეს. იმიტომ რომ გზა არ არის ფიზიკურად, მაღალი გამავლობის მანქანით ძლივს მივედი ადგილზე. არც წყალი, სასმელი წყალი არა აქვს. ანუ ამ მდგომარეობაშია მაგალითად თეთრიწყაროს და გარდაბრის მუნიციპალიტეტები და სოფლები. ხარაგაულში ვიყავი სოფელ ღორეშაში და იქ აღმოვაჩინე რომ იგივე მდგომარეობა ერთადერთი წყალია. არაფერი, ყველაფერი ტყეში ცხოვრობენ ადამიანები, ტყეში ინარჩუნებენ სოფელს და ფიჩხის გამოტანის უფლება არ აქვს მოქალაქეებს. ფიჩხისზე შეშასყიდულობენ.
ადრე რაღაც ტალონებს აძლევდნენ და იმასაც აღარ აძლევენ. ტოტალურ სიღარიბეშია ჩაქცეული ყველაფერი დიანა და დღეს გამოვიდა სამხედროდ ირაკლი კობახიძე და ბრიფინგი ჩაატარა დანიაშიო ადამიანის უფლებების დარღვია პოლიციამ და ჩვენ საჯარო წერილით მივმართავთ ეხლა ევროკავშირის უწყებებს. ეს ხო სიგიჟეა, სიშლეგია. ეს არის კი ბატონო, როგორ ხსნით მოქალაქეების და დანიის დემოკრატიაზე ზრუნვა ეს გამოიყენა თუ არა, იმიტომ რომ იქნა ახსნილი, ირაკლი, დავაზუსტებ კითხვას, იქნა ახსნილი, როგორც ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შანსები არ არის მაღალი, ან მცირდება და რაღაცნაირად ამის პრევენცია, იმიტომ რომ როცა ასეთი ტიპის განცხადებებით გამოდიან, ეს კიდევ უფრო ძაბავს ამ ურთიერთობას, ასე იქნა, ვთქვათ, ეს ახსნილი და ამიტომ გეკითხები. არანაირი ახსნა ჩემთვის არ აქვს იმას, რაც თამაშობს ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილს ხელში უჭირავთ ამჟამად საქართველოს ბედი დიანა, აი საქართველო წარმოიდგინეთ გაერთიანებული ერთიანი საქართველოს რუკა, ესე უჭირავდა თამაშობენ. ანუ ჩვენ რო სამშობლო გვეკუთვნის, ადამიანები რომ მოკვდნენ, სისხლი დაღვარეს ამ სამშობლოსთვის. მილიონი ადამიანი ამ ქვეყნიდან ემიგრაციის სახით გადახვეწილია, რომ იშრომოს უმძიმეს პირობებში და აქ გამოგზავნოს ფული მილიარდობით დოლარს გზავნიან საქართველოს მოქალაქეები. ანუ აქეთ მილიონი ქართველი უცხოეთში შრომობს მძიმე სამუშაოში. ჩვენს ისტორიაში მილიონობით ქართველმა სისხლი დაღვარდა და დღეს 2-3 კაცი ზის კანცელარიის შენობაში ან რაღაცა შუშის სასახლეში და თამაშობს ჩვენი სამშობლოს ბედით. სხვა არაფერი არ ქვია ამას. მოიცალა თურმე იმისთვის, რომ დანიაში ადამიანის უფლებები დაარღვიეს და საჯარო წერილი ეს როგორ მოაფიქრდათ ეს სისულელე, რომ საჯარო წერილი დაწერეს და ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, ხელმძღვანელ პირებს მიმართეს და გამოვიდა დღეს კობახიძე, რომელიც არ გამოსულა არც ბიუშენის ამბავზე, არც იმაში, რომ მისი ხელისუფლება კორუფციაში ჩაეფლო, არც იმაზე, რომ მისი თანამებრძოლები და მისი გუნდის წევრები დაიჭერეს კორუფციის გამო, არაფრის გამო არ გამოსულა, გამოვიდა იმის გამო, რომ რაღაცა სისულელე იუმორისტულად, აი იუმორის ნაწილი, იუმორისტულად დაწერილი წერილი ევროკავშირისადმი, რომ თურმე ევროპაში ადამიანის უფლებებს აღარ წაეკითხა ჩვენთვის. ხო წარმოგვიდგენია რაში ვართ? კი, მე მხვდებიან გაბრაზებული მოქალაქეები, ზოგი ოპოზიციაზე გაბრაზებულიც არის, მაგრამ ხელისუფლებაზეა გაბრაზებული ტოტალური უმრავლესობა, სრული უმრავლესობა და მას აქვს ერთი პოზიცია. კი, მე ვეუბნები ერთ-ერთ რამეს, რომ ბრაზი უნდა ვაქციოს ქმედება. ეს ბრაზი უნდა გამოვხატოთ მათ შორის საპროტესტო აქციებში. აი მაგალითად იმ სოფლის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა შევთავაზე, რომ ჩვენ გვყავს იმ მუნიციპალიტეტში ძალიან კარგი საკრებულოს დეპუტატი. და გავაკეთოთ საკრებულოსთან აქციები. სადაც დამიძახებთ, ყველგან მოვალ, ყველა სოფელში ჩამოვალ, ყველა ქალაქში ჩამოვალ და დავორგანიზდეთ ის ბრაზი, რომელიც აი ასე წლების წინ დაპირებებში და შემდეგ ტყუილებში აქციეს რაღაცა იმედგაცრუების საგნად, იმედგაცრუებაა საბოლოო მიზანი, ვაქციოთ ბრაზა და ხალტუბოდან მოვდივარ, ამჟამად ხუთაისში ვიმყოფები. ხალტუბოში 7 წლის წინ დიანა ჩავიდა ბიძინა ივანიშვილი, უზარმაზარი ღონისძიება გააკეთა, 100,000-ები იმ ღონისძიებაში ჩაახარჯა, ჩაათხრიშა ჩვენი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული. 7 წლის წინ წინასაარჩევნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაპირდა ხალტუბოლებს, რომ სოფლიო დონის ტურისტული ცენტრი და კურორტად უნდა ვაქციო ხალტუბო ბიზნესს ვერ ვაინტერესებოდა, ამიტომ მე პირადად გამოვიწყიდი ყველა შენობას და სანატორიუმს. 7 წელი გავიდა. 20 საპარლამენტო არჩევნები, 21 მუნიციპალური, 24 საპარლამენტო არჩევნები, 25 მუნიციპალური არჩევნები და რა ხდება? ერთი სანატორიუმიც არ გაურემონტებია. დღეს ვიყავით და სანატორიუმი მოვინახულეთ. უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ელოდება აღდგენას, თქო და ეროვნული ხელისუფლების პირობებში აღდგება მხოლოდ და მხოლოდ. ეს კულტურული მემკვიდრეობა და ამისთვის ჯერ ესენ უნდა აეთრნენ სახში. სხვა გზა არ არსებობს, ამ ბრძოლაში ვართ ბოლომდე. ვემუშავებით მოქალაქეებს, ვცდილობთ რომ ეს იმედგაცრუება გადავთარგმნოთ ბრაზში. კი ბატონო, მადლობა. გამოიხატება ჯერ საპროტესტო აქციებში და როგორც კი შესაძლებელი იქნება საარჩევნო ურნებში. მადლობა, ირაკლი კუპრაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.